მიმოსვლა საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი შეთანხმება გაფორმებულია ისევე როგორც ჩინეთის საქართველოს მოქალაქეების მეგობარ ქვეყანაში გამგზავრებას მხოლოდ პასპორტით შეძლებენ. დოკუმენტს ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა და ჩინეთის ელჩმა მოაწერეს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს ხალხთა შორის კონტაქტებს, ტურისტულ, კულტურულ და სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს. თამაშ არიქაძის რეპორტაჟი. მეგობარ ქვეყნებს შორის დაახლოება და პარტნიორობის გაღრმავების კიდევ ერთი ნაბიჯი. საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება დღეს ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოში ჩინეთის სრულუფლებიანმა ელჩმა მოაწერეს. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 30 დღის განმავლობაში უვიზოდ იმოგზაურონ. ორმხრივი უვიზო რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ხალხთა შორის მეგობრობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება გაღრმავების თვალსაზრისით. ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების სფეროში არსებული შესაძლებლობების სრულ გამოყენებას. ჩინეთის მოქალაქეებისთვის ქართულმა მხარემ უვიზო მიმოსვლა შარშან სექტემბერში ამოქმედა. შედეგად ქვეყანაში ტურისტული ვიზიტით ათასობით სტუმარი უკვე იმყოფებოდა. ჩინეთის ელჩის განცხადებით ახალი გადაწყვეტილება ორი ქვეყნის მეგობრობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამასთან დღეს გაფორმებული შეთანხმება როგორც ქართველი, ისე ჩინელი ბიზნესმენებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ეს შეთანხმება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი მიღწევაა. შეთანხმება იმის დემონსტრირებაა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა ორმხრივად მომგებიანია. ის გაცილებით ყოვლის მომცველია და მოიცავს არა მხოლოდ ტურიზმს, არამედ შემეცნებით თუ ბიზნეს მოგზაურობებს. გვჯერა, რომ ეს შეთანხმება ჩინური და ქართული საწარმოებისთვის გაცილებით მეტ შესაძლებლობებს შექმნის. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა ეკონომიკურ ურთიერთობებზე დადებითად აისახება. ამასთან მნიშვნელოვან შესაძლებლობას მისცემს რიგით მოქალაქეებს. პარტნიორი ქვეყანა, როდესაც ასე მეგობრულად ეკიდება ყველა საკითხს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ მეგობარ ქვეყნებს ვცემთ უდიდეს პატივს და ჩვენს მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი იმსახურებს ანალოგიურ დამოკიდებულებას და მადლობა ჩინეთის ხელისუფლებას იმისათვის, რომ ამ მეგობრულ არა მხოლოდ ნარატივს საქმეში დასახელენ. ჩინეთი არის მნიშვნელოვანი ქვეყანა ჩვენთვის, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები იზრდება, ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, ამიტომ მივესალმებით ჩინეთთან უვიზო მიმოსვლას. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ქართული პასპორტი ძლიერდება და საქართველოს მოქალაქეებს უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება. უვიზო მიმოსვლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელის შემწყობი. ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მოეწერა. მინისტრმა დღესვე საქართველოს სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა. ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავის მხრივ ქართული მხარე ერთიანი ჩინეთის მხარდამჭერია.